როგორ გაგრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც ახალი არჩევნების დანიშნას გულისხმობს. პროდასალური ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს განაგრძობს. ოპოზიციონერი ლიდერების აუდიენცია ათონელის რეზიდენციაში დღეს საღამოს 7 საათზეც არის დაგეგმილი. დღევანდელ შეხვედრაზეც პროდასალური ოპოზიციის ლიდერები იმსჯელებენ იმ სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე მიიყვანს. დეა მამისეიშვილი გვერდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დღევანდელი დღე შესაძლოა აღმოჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადის დღე. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს კონსულტაციებს ამის შემდგომ პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ 7 საათზე მას შემდგომ რაც პოლიტიკოსების აუდიენცია შედგება საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილმა 9 საათზე უკვე დაიკავოს ტრიბუნა და მან მიმართოს ქართველ ხალხს სიტყვით, უпростоრად საკუთარი გადაწყვეტილებით თუ რას და როგორ უპირისპირებს რუსულ რეჟიმს და რა უნდა იყოს ის მორიგი ახალი ნაბიჯი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი გადადგამს პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად. ამ მოლოდინს ამძაფრებს განცხადებები, რომელთაც ჩვენ ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე დევს არაერთი სტრატეგია და არაერთი ინსტრუმენტის შესახებ უკვე იმსჯელა პრეზიდენტმა ოპოზიციასთან, თუ რა მორიგი ნაბიჯი უნდა გადაიდგას რუსული ოცნების საპირწონედ და საპასუხოდ, ვინაიდან რუსი ივანიშვილი განაგრძობს იგნორირებას მათ შორის პრეზიდენტის შეთავაზებაზე. მხოლოდ და მხოლოდ დუმილს ინარჩუნებს რუსი ივანიშვილი. ის ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს ორბელიანების რეზიდენციაში მისული სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკების მიზნით 29 დეკემბერი, ანუ ულტიმატუმის ამოწურვის ვადა ახლოვდება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ახალი ნაბიჯის გადასატკმელად ემზადება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს დოკუმენტი, სადაც გაწერილია ნაბიჯები. ეს დოკუმენტი შეიმუშავა ოპოზიციამ. პარალელურად კომპლექტდება ორი საბჭო, რომლის მთავარი უფლებამოვალეობა და ფუნქცია იქნება ის, რომ ქვეყანა მოამზადოს არჩევნებისთვის. საბჭო იქნება დაკომპლექტებული როგორც პოლიტიკოსებისგან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან. ეს ორი საბჭო იზოლირებული იქნება ერთმანეთისგან, თუმცა ექნება ერთი და მთავარი მიზანი, ახალი არჩევნები მომზადდეს საქართველოში და ასევე განისაზღვროს, ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ბუნებრივი არასერიოზულია საუბარი იმის შესახებ, რომ რუსულმა ოცნებამ შესაძლოა ჩაატაროს არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ. ამიტომ ამ გზებს, ამ ინსტრუმენტებს ახლა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი ეძებს სალომე ზურაბიშვილთან ერთად. სხვათა შორის ყველა პოლიტიკოსი თანხმდება და ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპი, რომელზეც ახლა პროდასავლური პოლიტიკური ცენტრების კოორდინაცია ავიდა. განსხვავებებზე აღარავინ საუბრობს, თავდაუსხმელობას ვხედავთ ჩვენ პოლიტიკოსებს შორის და ახლა ყველა არის ერთიანი იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც ქვია არჩევნები ქვეყანაში. ეს ნამდვილად ახალი ეტაპია ოპოზიციის თანამშრომლობის. ყველა ასევე თანხმდება იმ საკითხზე, რომ რა გზებიც არ უნდა შესთავაზონ მათ სალომე ზურაბიშვილს, საბოლოო სიტყვა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა და სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინში ახლა მთელი ქვეყანა. როგორც უკვე გითხარით, 7 საათზე მას შემდგომ, რაც შეხვედრა დაიწყება ორბელიანების რეზიდენციაში, არის ძალიან დიდი ალბათობა იმის, რომ 9 საათზე სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა მოვისმინოთ და გავიგოთ ჩვენ, რისთვის ემზადება საქართველოს პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია პირველ რიგში კონდეს რაიმე სახის ფორმატი, რაიმე სახის, ასე ვთქვათ, სივრცე, სადაც დალაგებული იქნება როგორ მუშაობთ. პირველ რიგში ეს იქმნება დღეს და აუცილებელია, რომ შევჯერდეთ იმ კონკრეტულ საკითხზე, თუ როგორ ვაპირებთ, ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს, ან ჩვენ თვითონ რაღაცნაირად მოვახერხოთ ინიციირება საპარლამენტო არჩევნების, რომელიც ფაქტია, რომ ამ კრიზისთან ერთადერთი გამოსავალია. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ ეს უმეტესად ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში უკვე მოხდება საერთო ხედვაზე და გეგმაზე შეჯერება, რომლის მთავარი არსიც იქნება როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარდგენა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები. ვარ ძალიან კარგად კოორდინირებული ქალბატონ პრეზიდენტად, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ხედვა, ცოდნა და ამ ქვეყნის დახსნის სურვილი და ყველანი ერთად მივახცევთ გამარჯვებას ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად. პრეზიდენტის როლი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი მედიაცია, თუმცა ნაკლები მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნების ხელისუფლებას ახლა გაეღვიძება და გონსმოვა და მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩანიშნვასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა მცდელობა, რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი, დასაფასებელი. ერთადერთი რაზეც სამხდება სრულიად საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად პროტესტს გამოხატავენ რუსთაველის გამზირზე, არის ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები.
დღეს საბოლოოდ უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება და ამის შემდგომ ჩვენ უკვე მეტნაკლებად ყველაფერი გვეცოდინება იმის შესახებ, რა ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი პროდესალურ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ანუ მესამე სექტორთან და ქართველ ხალხთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორ ეტაპად არის დაყოფილი ის მექანიზმები, რის ამოქმედებასაც აპირებს სალომე ზურაბიშვილი. ერთი ინსტრუმენტების ნაწილი გათვლილი არის 29 დეკემბრამდე პერიოდზე, 29 დეკემბერს იწურება ულტიმატუმის ვადა. აქამდეც უნდა განისაზღვროს გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა ასევე საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან ძალიან აქტიურად მუშაობს იმის შესახებ, რა უნდა იყოს 29 დეკემბრის შემდგომ, ეს იმ შემთხვევაში თუ რუსი ივანიშვილი არაფერს გააკეთებს. მოკლედ, ნებისმიერი სცენარისთვის საქართველოს პრეზიდენტი ემზადება და იმედია ჩვენ დღეს 9 საათზე უფრო მეტს გავიგებთ მიმდინარე კონსულტაციების შესახებ.